იცი როცა შეშოს პრეზიდენტმა ტრამპმა გუშინ ღამით ირანზე დარტყმები გააუქმა, მან თქვა, რომ ირანმა სთხოვა შეეჩერებინა ის მას შემდეგ, რაც შეთანხმებაზე მივიდნენ, ასე უნდა ვთქვა. ეს ჰორმუზის სრუტის კონტროლის გაყოფას გულისხმობდა, მაგრამ ირანმა მაშინვე უპასუხა და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ ახალი ტყუილია და მისი შეიარაღებული ძალები კვლავ მაღალ მზადყოფნაში არიან. ეხლა ირანის სახელმწიფო მედია დასცინის ტრამპს იმის გამო, რომ კიდევ ერთხელ უკან დაიხია მას შემდეგ, რაც მათ ერთი კვირის განმავლობაში ტრაბახსა და ცარიელ მუქარებს უწოდეს. და ამავდროულად კომპრომისული შეთანხმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ჰორმუზის სრუტეზე, რომლის მიხედვითაც გემები ირანის მხრიდან შედიან, ომანის მხრიდან კი გამოდიან, ირანელი მოლაპარაკეები კატეგორიულად უარყოფენ. ასე რომ, რა ხდება სინამდვილეში? ეხლა ჩვენთან ერთად ყველაფერს განიხილავს არაშ აზიზი, ვიათვანტიკის ავტორი და იელის უნივერსიტეტის ლექტორი, რომელიც ნიუ-იორკიდან გვერდდება. კარგი, არაშ, რა ხდება ამჟამად ირანის გადაწყვეტილებების მიღების სტრუქტურაში? და რამდენად გჯერათ ირანის, როცა ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ტყუილია? ეს სულაც არ არის სრული ტყუილი, მაგრამ პრეზიდენტის ვერსიაც ალბათ სრულად სიმართლე არ არის. მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მოლაპარაკებები არასდროს შეწყვეტილა და როგორც ირანი, ისე შეერთებული შტატები ბევრ გათვლას აკეთებენ იმაზე, სურთ თუ არა ესკალაცია, მაგრამ თქვენ იცით როგორ მუშაობს ეს. იცით, არავინ იტყვის, რომ სინამდვილეში ძალიან გვეშინია ესკალაციის. იცით, ისინი ყოველთვის იტყვიან, რომ მზად ვართ. თუ მზად ვართ, გააკეთეთ რაც გინდათ. იცით, და შემდეგ ისინი ასევე ერთვებიან მოლაპარაკებებში, რათა იპოვონ გამოსავალი. კითხვა ასეთია. იქნება თუ არა, რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა არსებობს. პირველი კითხვა ასეთია. დათმობს თუ არა ირანი რამე ძალიან ფუნდამენტურს, რასაც საკუთარ ინტერესად მიიჩნევს. დანებდება თუ არა ის ძირითადად დონალდ ტრამპის სიტყვიერი მუქარის წინაშე. და ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ირანი თვლის, რომ მას ამის გაძლება შეუძლია. მეორე რეალობა კი ისაა, რომ პრეზიდენტმა არაერთხელ გამოთქვა ეს მუქარები. ამასთან ერთად გავრცელდა ინფორმაცია ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შესაძლო თავდასხმების შესახებ, რაც რა თქმა უნდა ომის დანაშაულები იქნებოდა. მან ეს არაერთხელ გააკეთა. ტრამპმა თქვა ძალიან გადამეტებებული რაღაცები, მაგალითად რომ ეს დღეში გაანადგურებს ირანულ ცივილიზაციას და ასე შემდეგ. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ ამ მუქარებს ეფექტი ეკარგება. მაგრამ ეს აშკარად ძალიან სახიფათო სიტუაციაა, რადგან პრეზიდენტიც დაუფიქრებელია და შეიძლება რაიმე ქმედება დანახორციელოს. ასე რომ თუ მივალთ იმ წერტილამდე, ეს მანკიერი წრეა. თუ მივალთ იმ წერტილამდე, როცა ირანელები ფიქრობენ, რომ ეს მუქარები სერიოზული არ არის და ამიტომ დათმობაზე არ მიდიან, ეს პრეზიდენტს გააბრაზებს და კიდევ უფრო მეტ მუქარას გამოთქვამს. და საბოლოოდ შეიძლება მართლა განახორციელოს ეს მუქარები. ასე რომ შეიძლება შევიდეთ ისეთ სიტუაციაში, სადაც არავის სურდა, რომ რამე მომხდარიყო, მაგრამ მაინც მოხდება. იცით, მინდა ცოტა ვისაუბრო, იცით, იმაზე თუ როგორ აგრძელებს ტრამპი ირანის წინააღმდეგ ამ სერიოზული თავდასხმებით მუქარას და შემდეგ არასრულებს მათ. ირანული მედია ზეიმობს ტრამპის უკანდახევას. ისინი მას ადანაშაულებენ იმაში, რომ უბრალოდ აგრძელებს ცარიელი მუქარების გაკეთებას. კითხვა, იცით, რა მოხდა სინამდვილეში ამ მოლაპარაკებებში? და აქვს თუ არა ამ განსხვავებას მნიშვნელობა იმ პასუხების ტიპების თვალსაზრისით, რასაც შეიძლება ველოდოთ ირანის ისლამური რესპუბლიკისგან. ფიქრობთ, რომ ამერიკა შესაძლოა კარგავს თავის შემაკავებელ ძალას ამ მუდმივი წინ და უკანსვლის გამო? ხო, ამერიკა არასდროს დაკარგავს სრულად თავის შემაკავებელ ძალას. მას აქვს უზარმაზარი სამხედრო ძალა. და კი, მიუხედავად იმისა, რომ იცით, სიტყვები იწყებენ მნიშვნელობის დაკარგვას, მაგრამ იცით, სამხედრო გემები რეგიონშია და მათ შეუძლიათ სხვადასხვა ტიპის მუქარის გამოთქმაც, არა მხოლოდ Twitter-ის საშუალებით. მათ აქვს სხვადასხვა არხები. მათ შეუძლიათ ძალიან განსხვავებული გზებით. მათ შეუძლიათ მკაფიოდ აჩვენონ ირანის ქმედებების შედეგები. მაგრამ რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ნახეთ, კატარი და სხვა ქვეყნები შუამავლობენ და ძირითადად კატარი, ომანი კი ცოტათი, ცდილობენ იპოვონ გზა, რომ სრუტე გაიხსნას და ირანს როგორღაც კონდეს გარკვეული კონტროლი მასზე. ეხლა რას ნიშნავს ეს? შეიძლება ეს იყოს სიმბოლური კონტროლი. შეუძლია ირანს დააწესოს გადასახადები და ასე შემდეგ. ეს საკითხები სხვადასხვა მოლაპარაკების საგანია და ვფიქრობ, რომ ეს ალბათ პრეზიდენტ ტრამპს მოსაწყენად ეჩვენება. და ეს რა თქმა უნდა პრობლემაა, რომელიც ომამდე არ არსებობდა. იცით, ომამდე ჰორმუზის სრუტე ღია იყო. 10 წლეულების განმავლობაში არასდროს დახურულა. არც ისლამური რესპუბლიკა, არც წინა რეჟიმები არ გაბედავდნენ ასეთ რამეს. მაგრამ ეხლა ეს უბრალოდ ომის შედეგად შექმნილი პრობლემაა. გვავიწყდება, რომ ეს ომი სხვა მიზეზების გამო დაიწყო. მათ შორის ირანის ბირთვული ამბიციებიც, ირანის მუქარები ისრაელის მიმართ და სხვა ყველა მიზეზი. ეხლა უბრალოდ გვინდა რომ ყველაფერი ისე დაბრუნდეს, როგორც ომამდე იყო, ხოლო ირანი ბევრ დათმობას ითხოვს. ამისთვის ცხადია ეს გარკვეული სტრატეგიული მარცხია შეერთებული შტატებისთვის. კარგი, არაშ, დიდი მადლობა მინდა გადადიხადო ჩვენთან შემოერთებისთვის და იმისთვის, რომ გაგვიზიარე ირანის, ანუ ისლამური რესპუბლიკის ამჟამინდელი ხედვა. დიდი მადლობა მოწვევისთვის.